ამას ხო ხედავთ. მალე ვეღარ დაინახავთ. გადავწყვიტე რომ გავიკეთო თვალის ოპერაცია, ეს არის ოცნება, რომელიც ძალიან ბევრი წელია მაქვს, თელი ცხოვრება თითქმის, მაგრამ რატომღაც არ ვიკეთებდი ხოლმე აქამდე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა ზუსტად გადავწყვიტე უკვე რომ გავიკეთო რა, იმიტომ რომ თვალის აქვს ძალიან ბევრი მინუსები რა, ჩემთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი არაკომფორტული არის ცხვირთან აი რამდენი წელია მიკეთია უკვე, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვია რა, ყველა ეჩვევა, მაგრამ მე მაინც აი მიღიტინებსავის თქ ცხვირთან, სულ ძალიან დისკომფორტი მაქვს მუდმივი. ზაფხულში განსაკუთრებით რომ ცხელა ხოლმე და ეს რომ მიკეთია სახეზე ამ ხელა რაღაცა ძალიან დისკომფორტი არის. კიდე ახლა ზაფხულიდან მუშაობას ვიწყებ კლინიკაში, სადაც უნდა მეკეთოს პირბადე, ნუ სულ არა, მაგრამ უნდა მეკეთოს ძირითადად ხოლმე პირბადე და პირბადეში ძალიან იორთქლება ეს და ეგ ცალკე ძალიან დიდი ტვინის ტყუნა და მოკლედ რა. ბევრი მიზეზების გამო გადავწყვიტე რომ მოვიშორო ეს სათვალე. დღეს არის სამშაბათი და მასზე განუ პარასკევს ვიკეთებ ოპერაციას. ანუ 28 მარტს. ეს არის ლაზერული მხედველობის კორექცია. ბევრნაირი ლაზერ, ანუ რამდენიმენაირი არსებობს ეს ლაზერული კორექცია. ერთ-ერთი არის LASIK ქვია, რომელსაც ვიკეთებ მე, სტანდარტული არის ეს. დისკომფორტით კივილი საერთოდ ვერაფერს ვერ გზნო ოპერაციის დროს, არის ძალიან სწრაფი. ზოგადად ოპერაცია მიმდინარეობს ესე რომ ჯერ თვალის წინ რქოვანა, ანუ წინაშე რაც არის რქოვანა, რაც გვაქვს ყველას, ეგ რქოვანას ფორმის გამო არის რომ მხედველობის დარღვევები და ზოგადად თვალის ფორმის ცვალებადობის გამო არის და ოპერაციით შვებიანი ხარ რას ამ რქოვანას ჭრიან ესე სლაისს აკეთებენ და მერე ლაზერით წვავენ და ანუ ასწორებენ იმ ფორმაზე მოწვავენ თვალს რაზეც ხედავთ 100%-ით რა და ესე ანუ აკორექტირებენ ამ მხედველობას მოკლედ და ეს ლაზერი მუშაობს რეალურად სულ რამდენიმე წამი 3-დან 5 წამამდე შვება მარტო თავის საქმეს ასე თქვა და ანუ აი წარმოიდგინეთ რამდენად სწრაფი ოპერაცია არის აი მაქსიმუმ 5 წუთში უკვე ორივე თვალი წესით უკვე დამთავრებული უნდა იყოს გართულებები რისკები აქვს ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ რომ ძალიან კარგი რეაბილიტაციის ის აქვს ანუ ხანგრძლივი რაღაც კვირები რო წიწველოგიში და რაღაცა კი არ გჭირდება რა მეორე დღესვე შეგიძლია უკვე სამსახურში გახვიდე და უბრუნდეთ ცხოვრების წესს რა პირველი დღე არის ცოტა დისკომფორტი იმიტომ რომ გეწვის ტკივა თავიდან რაღაცა რომ დაიძინებ გაიგუძებ მე უკვე მეორე დღეს ჩვეულებრივად ხარ რა მე მაქვს ასტიგმატიზმი მიოპიური ანუ მარცხენა თვალში მაქვს -2 და 25 მარჯვენა თვალში მაქვს -3 და 25 ოპერაციამდე თუ გადაწყვეტ რომ გაიკეთოთ უნდა ჩაიტაროთ რაღაც კვლევები რომელიც დაგჭირდება წინასწარ რომ გაიგონ ექიმებმა რამდენად შესაბამის ხართ ოპერაციისთვის შეიძლება ანუ ყველას არ შეიძლება ჩაუტარეს ეს იმიტომ რომ ზოგს თხელი რქოვანა აქვს ძალიან და ვისაც თხელი აქვს ის ამ რქოვანას ნაწილი უკვე უნდა მოგაჭრან როგორც ვახსენე და ისე თუ თხელი არის თავიდანვე ისე მოჭრა ძალიან დიდი რისკი არის უკვე რა ამიტომაც რქოვანა უნდა გქონდეთ სქელი ამისთვის გიღებენ რქოვანის ტოპოგრაფიას რომ სისქე და ყველაფერი შეაფასონ სტრუქტურა ასევე გითვალიერებენ ბადურას ხომყარი არის არა აქვს რაღაც სუსტე რაღაცა მოკლედ და ბევრ გამოკვლევას გიტარებენ მოკლედ რა წინასწარ რაღაც სკოპიები რაღაც გრაფიები ჩამიტარეს აღარ მახსოვს ზუსტად ბევრი კვლევა ჩამიტარეს ძალიან და თვითონ ოპერაციის ფასი არის ორივე თვალზე მივხვდი 2930 ლარს დაზღვევის და ყველაფრის გარეშე და ამ დამატებითი კვლევების ხარჯი პლუს სადღაც 350 400 ლარამდე გათვალეთ რა მოკლედ 3500 ლარამდე რომ დავამრგვალოთ ჩდება ორივე თვალი მე ვიკეთებ გია დვალთან ახალ მზერაში ეს კლინიკა არის ვაკეში ძალიან სპონტანურად მოყდა ჩანიშნა ოპერაციის იმიტომ რომ გუშინ ვიყავი მისული და ორშაბათი იყო გუშინ და რაღაცა ყველაფერი ჩამიტარეს უკვე გუშინ დავამთავრეს კვლევები და ყველაფერი რიგზე გაქვს ყველაფერი ნორმალურია შეიძლება ჩატარებაო და აბა როდის გინდაო ყველა პარასკევ დღეს ტარდებაო ჩვენთან და მეთქი ეხა პარასკევს ვერ მინდა იმიტომ რომ აი რაც შეიძლება მალე მინდა რომ მოვიშორო რა მოკლედ და დავინახო იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბრმა ვარ თითქმის და სათვალის გარეშე ვერ უყურები თვალებიდან და ძალიან მაინტერესებს როგორი გზნობა რა თვალებიდან ესე იყურები და ყველაფერს ხედავ როგორც სათვალით ისე ერთი სული მაქვს პარასკევი მოვიდეს ექიმამ მკითხა რაღაც კითხვები გააქო და მეთქი არ მაქვს თქო და იქ არასოს არ მახსენდება ხოლმე რამე კითხვები თუ მაქვს და მე გზაში გამახსენა ძალიან ბევრი კითხვა მაგრამ ეხა მეზარება აღარ დაურეკავ და აღარ ვკითხავ იმიტომ რომ რავი მეზარება რა გამიკეთონ რა ივალ და ჩამალაზერებენ და მიშანთავენ თვალს და წამოვალ რაც იქნება მოკლედ შევხვდებით პარასკევს ოპერაციის დღეს აბადროებით პარასკევი დილა გათენა ჩემ თმებს არ ვიჩნევთ იმიტომ რომ ახლა გავიღვიცე ახლა გავიმზადები რაღაც და 1.5 საათში გავალ უკვე კლინიკაში უნდა წავიდე გუშინ ვიყავი ბოლო პრეოპერაციულ ვიზიტზე და კონსულტაციაზე და შემოწმებაზე და ჩამისვეს თვალებში საცობები თვალის საცობები აი ესეთი პატარა აქ
თეთრ წერტილებს თუ ხედავთ, იქაც აი კუთხეში ქუთუთოსთან ეს არის საცრემლი არხში გისვამენ ამ იმას აქვს საცობებს, რომ ცრემლი აღარ გავიდეს თვალიდან, რო წარმოიქმნება ცრემლი, სულ თვალში დარჩება და მოკლედ შეინარჩუნებს თვალის სისველეს და სინოტიოვეს, მოკლედ თვალი სულ იქნება დატენიანებული სველი და ეს იქნება კაი, იმიტომ რომ პოსტოპერაციულად თვალის გამოშრობისგან გიცავს რა. გუშინ ოდნავ გრძნობდი ძალიან. დღეს რო გავიგუზა უკვე საერთოდ ვეღარ გრძნობ, რამე თუ მისვია უკვე და ერთადერთი აი ესე მარჯვენა მარცხნივ რო აცეცებ თვალებს, მაშინ გრძნობ რა და მაშინ ცოტა შემაწუხებელია. დანარჩენი ვერ გრძნობ. ცუდი რაც არის ყველაზე ის, რომ კარგახანი თვალებს ვეღარ მოვიბშმეთ. იმიტომ რომ როგორც კი თვალებს მოვიბშმეტო, ეს საცობები ამოგივარდებაო და არ შეიძლებაო და დღეს დილით რო გავიღვიძე, აი იმ ხელა ის მქონდა, ის მინდოდა რომ მომიშვიდა და ძალიან ძლივ შევიკავე თავი, არ ვიცი როგორ და გავუმკლავდი ამას. ეს არის ყველაზე რთული ნაწილი ჩემთვის ამ ოპერაციის გვერდით თიმოვლენებიდან რა. მოვედი კლინიკაში, მომაწერინეს რაღაც 50 საბუთზე ხელი. კიდე ჩამხირეს რაღაც თვალების იმით, რა ქვია, აპარატით. თვალებში კიდე შემოწმეს და ეხლა ველოდები და უკვე უნდა ამოყვანონ საოპერაციოში მალე. გავიკეთე ოპერაცია, მოკლედ ესეთი ჩათუთლებული თვალები მაქვს ჯერ და უკვე ხედავ შედეგს და აი შოკში ვარ მართლა ძალიან სიტყვები არ მაქვს უბრალოდ. ყველაფერს ხედავ აბსოლუტურად. უბრალოდ ბუნდოვანი, ანუ ნისლი აქვს გადაკრული ყველაფერს რა, მაგრამ გარჩევადობით ვარჩევ რა. და ცოტა მერე ხვალე უკვე ეს ნისლიც გაიფანტება და უკვე ყველაფერს ახლა მეტირება, ისეთი ბედნიერი ვარ. დღეს თელ დღე მეკეთოს, ხვალ დავიძინებ ამ სათვალით და ხვალდილას უკვე სათვალეს მოვიხსნი. ყველას ვურჩევ რომ გაიკეთეთ, ვისაც მაღალი მინუსი გაქვთ, გაიკეთეთ და დაისვენეთ მთელი ცხოვრება მართლა. დაინახეთ ცხოვრება როგორი ლამაზია და გარემო. ეხლა მშია, იმიტომ რომ დღეს არაფერი არ მიჭამია. და სახში საჭმელი გვაქვს დედა? არა. შენი არა. ხო და გამომიძახებ მაკდონალდს. არა, კატლეტს გაგიკეთე და პიურე და კატლეტი. პიურე და კატლეტი რა, იქ ვარ, რა ქვია, ბაღში ვარ, ბაგა ბაღში ვარ. დიდები ჭამე პიურეს, ნაოპერაციების შემდეგ არის. ნაოპერაციების შემდეგ მაკდონალდსი არის მისწრება პირდაპირ. ახლა მოვედი სახში და გაყუჩებამ რო გაიარა. უკვე ისეთი წვის და ტკივილი შეგრძნება, ტკივილის არა, მაგრამ წვის და დისკომფორტი შეგრძნება წავმივიდა, რომ რავი, აი მენა ჩაწითლებული მაქვს თან თვალები, აი, ცოტა წითლება აქვს, მაგრამ ეგ არაფერი გამივლის. როგორი შეგრძნება მაქვს თვალებში, ისე თითქოს აი ესე ვიღაცა მაიღო მუჭით ქვიშა და შემოგაყარა გახელილ თვალებში რა, ეგეთი შეგრძნება ზუსტად ძალიან აი სიუხეშის და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს და ის ძალიან არა კომფორტულია, მაგრამ ხოლმე ეგეც გაივლის. მოკლედ ოპერაციიდან გავიდა ზუსტად 1 კვირა, პარასკევია დღეს, წინა პარასკევს გავიკეთე და ახლა შევაჯამებ ყველაფერს ამ ბოლო სიტყვას ვიტყვი, შთაბეჭდილებებს და ყველაფერს და ამით დავასრულებ ამ ვიდეოს. ოპერაციიდან პირველი დღე არის მარტო რთული, ასე ვთქვათ, კრიტიკული ძალიან, იმიტომ სიმპტომები გაქვს მარტო პირველ დღეს, მეორე დღეს უკვე 24 საათის მერე პრაქტიკულად ოპერაციის მერე არც ერთი სიმპტომი აღარ მქონია საერთოდ, არც წვა, არც ტკივილი, არც სიმშრალე, არაფერი აბსოლუტურად. წვეთებს გამოგიწევენ, რომელიც უნდა ჩაიწვეთოთ. ხედველობას რაც შეეხება ოპერაციის მერე, ანუ ეგრევე პირველივე დღეს გაქვს უკვე ხედავ ყველაფერს, მაგრამ ნისლი აქვს გადაკრული ყველაფერსა, თითქოს აი დაბურული არის ყველაფერი, ანუ გარჩევადობით არჩევ ყველაფერს და ხედავ რა. წარწერებსაც კითხულობ, გზაში უკვე რომ მოვდიოდი იქიდან მამაჩემმა რომ წამომიყვანა მანქანით, ბანერებზე რაღაც წარწერებს კითხულობდი, მაგრამ აი ნისლი ქონდა ბექგრაუნდზე, უბრალოდ ბექგრაუნდზე კი არა, წინ გადაკრული ყველაფერს რა. ეს ნისლი მერე დღითი დღე იფანტება უკვე და ბრუნდება მხედველობა სრულად რა. 24 საათში ძალიან კარგად ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ აი რამდენიმე კიდე დღეები რომ გადიოდა, ხვდებოდი რომ უფრო და უფრო მოდიოდა მხედველობა და ეს ნისლი იფანტებოდა და ყველაფერი იმაშობოდა, რა ქვია, ლაგდებოდა უფრო რა, ასე ვთქვათ. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქვს 100%-იანი მხედველობა, აბსოლუტურად. ბანარი ნისლები და ყველაფერი გაიფანტა და დამიბრუნდა, აღმიდგა ჩვეულებრივად მხედველობა, როგორც მქონდა, როცა ვიყავი
ვიყავი. რავი, რამდენის ბოლოს აღარც მახსოვს. მე ყველაზე მეტად რისიც შემეშინდა ოპერაციის მერე და რის გამოც დავპანიკდი იყო ის, რომ მე მეგონა რომ ანუ ოპერაციას რო გიკეთებდნენ ეგრევე, ანუ ორივე თვალიდან უნდა დაგენახა თანაბრად რა. და მე შევამჩნია რომ მარჯვენა თვალში მარცხენა თვალიდან უფრო უკეთ ხედავდი ვიდრე მარჯვენადან რა ოპერაციის მერე და მაგაზე ძალიან შემეშინდა მეთქი ანუ რაღაც მარჯვენაში ვერ ქნეს კარგად თუ რატო თქო რავი დღეს უკვე ორივე თვალიდან ერთნაირად ხედა უკვე და ანუ ჩამომიყალიბდა და დაამილაგდა მოკლედ რა მაგრამ თავიდან ძალიან შემეშინდა რომ მეთქი ვაიმე რაღაც ხდება მე შემოწმებაზე რო ვიყავი ექიმთან მეორე დღეს მაგასაც ვკითხე და მაგანაც მითხრა რომ ანუ ჯერ ეს ერთი ის მომენტი არის რომ უფრო მაღალი მინუსი რომ მქონდა უფრო გვიან აღდგა მხედველობა იმიტომ რომ უფრო მეტი ის იმუშავა ლაზერმა აქ ალბათ მეორე ის ფაქტი არის რომ შენი ტვინი ახალ მხედველობას ეჩვევა რა ანუ მთელი ცხოვრება რომ ისე ვიყავი მიჩვეული მე რომ მარჯვენადან ვაფშე ვერ ხედავდი და მარცხენადანაც ვერ ხედავდი მაგრამ მარჯვენადან უფრო ვერ ხედავდი ეხა უცებ ორივედან 100%-იანი რომ მაგ ჯემი ტვინი გამოყლევდა რომ ანუ რა ხდება ბოზიშვილი ვიყო რა ოპერაციიდან რეაბილიტაციის დრო ნუ 24 საათში კი ვიძახი რომ ანუ არაფერი აღარ ჭირს თქო მაგრამ აღარ ჭირს ნიშნავს იმას რომ სიმპტომები აღარ გაქვს მაგრამ რეაბილიტაცია თვალს ჭირდება სრულად 1 თვე ოპერაციის მერე არის 1 თვიანი რეაბილიტაციის პერიოდი და ამ 1 თვეში გაქვს რაღაც აკრძალვები რაც ვრცელდება ამ 1 თვეზე ამ 1 თვის მერე იწყებ ჩვეულებრივად როგორც იყავი მაქამდე ეგრეთ ცხოვრებას რა ხა უარყოფით მხარეებს რაც შეეხება ამ ოპერაციის პირველი და ყველაზე ისე ცოტა შემაწუხებელი ნუ ჩემთვის დიდად არ არის შემაწუხებელი მაგრამ ღამით არის აი განათებები რო არის რა რაც არის განათებები აი ლამპიონები მაგალითად მანქანის განათებები ფარების ღამით და რაღაცა ეგ განათებებს აქვთ რამდენიმე ტიპის რამდენიმე სახის distortion-ი რა შეიძლება იყოს starburst ეფექტი შეიძლება იყოს halo ანუ განათების გარშემო ესე შარავანდედივით კონდეს კიდე ერთი განათება starburst-ი არის იმენა ის გამსკდარივით რო არის რა რაღაც და მაგალითად starburst-ები ვაფშე არ მაქვს სულ halo-ები მაქვს ანუ გარშემო ესე მრგვალად განათებულია ყველა განათებას კიდე რა ეგ ზოგს მეტად აქვს ზოგს ნაკლებად აქვს მე მადლობა ღმერთს ძალიან არ მაქვს ანუ ინდონეზე არ მაქვს რომ შემაწუხოს რა და ეგეც დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს რა ან უბრალოდ იგივე დარჩეს მაგრამ შენი თვალი ეჩვევა ძალიან კარგად მაგას რა და ანუ აღარ გაქვს უკვე პრობლემა მაგაზეც მერე თავიდან უბრალოდ უცნაური არის ცოტა ხო მეც მეუცნაურება ეხა მაგრამ ალბათ შევეჩვევი და მკიდია სიმართლე გითხრათ მე იმიტომ რომ ანუ საერთოდ არ იქ შემაწუხებელი ჩემთვის as long as სათვალებს აღარ ვატარებ და ლინზებს აღარ ვითხრი თვალში და რაღაც ანუ დავისვენე და თვალებში ამეხილა მართლა რა კიდევ ცუდი რაც არის ამ ოპერაციის შემდეგ არის ის რომ თვალების მოფშვნეტა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა აღარ შეიძლება იმიტომ რომ ზედა ქუთუთოს რო შევეხო საერთოდ თვალზე რომ მივიდო ხელი არ შეიძლება რა ესე რომ გამოვისრისო და რაღაცა თვალის არ შეიძლება იმიტომ რომ ამ ოპერაციის დროს გაჭრიან რქოვანას რაღაც ნაწილს ნუ გაჭრიან რა ოდნავ განაკვეთს ქმნიან ესე გადმოაფარებენ მე ლაზერით იმუშავებენ და მე ისევ დაგაფარებენ ზემოდან რა და ეს დაფარებული კი გაფარებენ მაგრამ ეს არ ხორცდება საბოლოოდ არასდროს რა მთელი ცხოვრება თქვენ თვალში იქნება ჭრილობა ასე ვთქვათ რა უხეშად ნუ რაღაც დონეზე კი შეხორცდება მაგრამ ისე არა რა თქმა უნდა როგორც თავიდან იყო იმიტომ რომ თვალის გარსი ანუ ეს რქოვანა არ არის კანი არ არის სხვა ქსოვილები რომ შეხორცების აღდგენის უნარი 100%-ით კონდეს რა. ამიტომაც სულ მოწყვლადი არის თქვენი თვალი დაზიანების და იმის მიმართ უკვე რა. მთლად მუშტები რომ გამოისვათ და ესე რაღაცა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს გახსნილი რქოვანა რაც არის შეიძლება იმას ქნათ რა, ანუ დისლოკაცია გაუკეთოთ. მიუხედავად ამ რაღაც უარყოფითი მხარეებისა, ახლა განახებთ ანუ აი ძალიან ისეთ ვიზუალურ ინტერპრეტაციას, როგორ ხედავდი აქამდე და ახლა როგორ ხედავ. და რავი, თქვენი გადაწყვეტეთ მიღირდა თუ არა ამის გაკეთება ეხა. უბრალოდ შოკში ვარ და არ მჯერა დღემდე თავი ფილმში მგონია, მთელი დღე აივანზე გავდივარ ხოლმე, მთელი დღე გზივარ და უყურებ თაწმინდას ქალაქს, ღამე განათებულ ანძას და აი ძალიან ბედნიერი ვარ და ანუ მართლა არ მჯერა რა. მოკლედ რომ შევაჯამო, არც ერთი წამით არ უნდა ნობ იმას რომ გავიკეთე ეს ოპერაცია, ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის რომ აქამდე რატო ვარ გავიკეთე თქო რა. ეგ შეგრძნება მაქვს ეხა აქამდე სად ვიყავი ამდენი წელი რომ ვიტანჯე თავი ამ სათვალეებით, მაგრამ შობს გვიან ვიდე არასდროს.